ეკომიგრანტებს სახლების დატოვება უკვე მეორედ უწევთ. მიზეზი ძველი მესაკუთრეების საბერძნეთიდან დაბრუნებაა. ბერძნებისგან სახლები მთავრობას უნდა შეესყიდა. პარტიის გარეშე უკვე 50-მდე ოჯახი დარჩა. ვინ უნდა იყოს პასუხისმგებლობა მათ პრობლემებზე? უსახლკაროდ დარჩენილი ეკომიგრანტების და სოფელში მოულოდნელად გამოჩენილი მილიონერის ისტორიას ლევან ჩუგოშვილი გიამბობთ. გელაძეები დღეს იმ სახლს ცლიან, სადაც ბოლო 9 წელი გაატარეს. წალკის რაიონში მაღალმთიანი აჭარიდან მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც მეწყერმა მათი სახლი მიწასთან გაასწორა. რამდენიმე დღის წინ კერძო საკუთრების ბერძენი მფლობელისაგან მიიღეს შეტყობინება, რომ ბინა უნდა დაეცალათ. 5 სულიან ოჯახს წასასვლელი არსად აქვს. შემოვიდა და მithos დაცალე სახლიო. არავით არის მიზეზია რო თქმია, უბრალოდ უცლი, ან რამე გამეფუჭებინა, დამაცლებინა 3 დღეში სახლი, აგერ დღეს კიდე აგერ ჩანს, რომ ეხლა ცვლი. გამომაგდეს აქედან 2 მცირეწლოვანი ბაღნი, ძროხები გარეთ მყავს, ბაღნები გარეთ მყავს, მილიციის ძალით გამომაგდეს სახლი. გელაძეების მსგავსად სოფელ ავროლნოში ბერძენმა მფლობელებმა ბინების დაცლა ათეულობით ოჯახს მოსთხოვეს. აჭარელი ეკომიგრანტები წალკის რაიონის სოფლებში უკვე წლებია ცხოვრობენ. ამ სოფელში თითქმის ყველა სახლი ეროვნებით ბერძნებს ეკუთვნით, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. ეკომიგრანტები იხსენებენ, რომ მაშინ როდესაც აჭარიდან წალკაში მოდიოდნენ, პირადად პრეზიდენტ სააკაშვილისაგან მიიღეს დაპირება, რომ ბინები მათ საკუთრებაში გადავიდოდა, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შესრულებულა. ეხლა თავარია რომ მიწის დასამუშავებელი საშუალებები ელემენტარული მოსაწყობი იქ ადგილზე ავეჯი და რაღაც ამას გაუკეთებთ. თავის დროს დაპირება იყო, რომ ჩამოვედით აქ უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყავით სახლით, მიწით. 5 ჰექტარი მიწა სათიბი უნდა ყოფილიყო. 2 ჰექტარი მიწა 2 ჰექტარიდან 3 ჰექტრამდე სახნავი. დღეს მიწას გავქირავთ. ეხლა ველოდები აწუთი-წუთზე როდის ჩამოვადი პატრონი და გამომაგდებს სახლიდან. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ სახლების დატოვების მოთხოვნა სოფელში რუსი ბიზნესმენის ჩამოსვლას ემთხვევა. ავროლნოში ყვებიან, რომ ადგილზე ვინმე ნიკოლაი აზნაუროვმა უკვე შეისყიდა სოფლის ბაღი და საავადმყოფო. ახლა მისი სახლის მშენებლობა სრულდება. ეკომიგრანტების ინფორმაციით აზნაუროვს მთელი სოფლის ყიდვა აქვს გადაწყვეტილი. აქ არანაირად ქართველი მოსახლე, ჩემი ინტერესები ის არის სოფლიდან გავაძევო და ჩემ გვერდით პირველი მეზობელი ქართველი მოსახლე რომ მყავდეს, ეს ჩემთვისო ყველანაირად აუტანელიაო და ყველანაირ შევძლებ რომ გაგასახლეო და ფაქტიურადაც აღმოჩნდა რომ გამომასახლეს. რა თქმა უნდა. ეკომიგრანტების პრობლემის შესახებ კარგად იციან წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, თუმცა ამბობენ, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ერთადერთი გამოსავალი კი დევნილთა სამინისტროს მიერ იმ შეწყვეტილი პროგრამის აღდგენაა, რომელიც ბინების შესყიდვას უზრუნველყოფდა. სამინისტროში კი პროგრამის განახლებას მომავალი წლიდან ვარაუდობენ. ვფიქრობ, უნდა აღდგეს ის პროგრამა, რომელიც არსებობდა 2008 წლამდე, რომ გაგრძელდეს და განახლდეს იმ ეკომიგრანტებისათვის, ვინც წალკის რაიონში ცხოვრობს, სახლების შეძენა. მომავალ წლის შესყიდვების განახლების დროს აუცილებლად ამ ოჯახებს მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა ოჯახი, რომელიც არის სტიქიით დაზარალებული, დავაკმაყოფილოთ და შესაბამისი საცხოვრებელი პირობები შევქმნათ. ავროლნოში სახლები უკვე 50-ზე მეტ ოჯახს დააცლევინეს. ამდენივე ოჯახი ბინებს უახლოეს დღეებში დატოვებს. წასასვლელი არსად აქვთ, მაგრამ მიდიან. მათი უმრავლესობა თავს ნათესავებსა და მეზობლებს აფარებს. ასობით ეკომიგრანტი ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას ელის.